მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მივიდივართ მტაცებელი სანადიროდ წალკაში, დამპატიჟეს ჩემმა მეგობრებმა, ლიცენზირებული ნადირობაა რა თქმა უნდა. ჩვენთან ერთად იქნება ჩემი უღალატო მეგობარი ხალისაც. ნახოთ რა გამოვა. გვაქვს მოლოდინი, რომ გელს შევიხოდრებთ რა. იმედია რომ ესეც იქნება. დანარჩენი ვიდეოში გამოჩნდება. როგორც შეგვეფერეთ, ყველა გამოცდილი მონადირე ბრძანდებით აქ. ერთი თხოვნა მექნება რა. პირველი წავალ მე მანქანით. რომ გავჩერდები უკანა მანქანა, რომელიც იქნება, ხელს ავწევ და უკანა მანქანიდან გადმოხვალ და ნომრებში დადგებით რა. სულ მთლიან პერიმეტრი იკეთება აქ. წრეზე შემოდი, იმდენი ვარ რომ ყოფილით, კარგად რომ ჩავკეტოთ აქაურობა. ნომერში რომ დაგაყენებთ, ძალიან გთხოვთ. სანამ მე არ მოვალ. იქამდე ნომრიდან არ ვიხსნები. ვაზნები შალაგება ხდება მხოლოდ როცა ნომერში დავდგებით რა. კარაბინიანები მინდა უპირველეს ყოვლისა რომ აქეთკენ გადმოგბრძანდეთ ძალიან გთხოვთ. ყველან კარაბინიანები რომლებიც ხართ გადმოგბრძანდით აქეთკენ. ორი კარაბინიანი ვარ მაგრამ შორსმალი არ არის. გააგა რომ შეკრიაში გამორიცხულია და მინდორში უნდა დადგეთ. ბაში დავამატია რა. როგორ? კარაბინი უნდა კი. არა, ერთი წამი მოიცა, მანახე რამდენი კარაბინია. 1 2 3 6 კაცია კარაბინია. 7. ეს არის. მეც მოგწუსოთი არ მინდა. 6 კაცი, აი, ერთ მანქანაში ჩაჯდები და თქვენ წამოხვალ ბოლომდე ჩემთან, რომ მე უკვე უკანა მხარეში გადაგიშვით რა. შორსროლელი კარაბინი რო არის. კარაბინი და რა ხარ. 6-7 აგერ არის მე 7 კარაბინია. რატი შორსროლელი კარაბინი აგერა აქ? სამიანი გადადები. აღარ არის მეტი კარაბინი, საჭირო თოფი თუ არის. თოფია. თოფი არა დავჭით რა. დანარჩენი სარეკი. ბატონ, აი გოგიტა და ოთარი თავებენ სარეკს. რამდენი კაცი მიყავს? საერთოდ. ჰა? 5 მაინც, ხო? კიანი სარეკი ზაგოშკები, ხო? ზაგო. გაი. ხოდიკა. აი, საიტა. ო ბიჭო არ დაგვავიწყდეს ტელეფონებს ჩაუწიოთ ვიზაციაზე გადავერთოთ რომ შუა ნადირობის დროს უხერხულ დროს არ დაგვირეკოს ვინმე დავტოვოთ მანქანებში აჯობეს მე. არა ნუ კომუნიკაცია მაშინ რაცია უნდა გქონდეს არა რა აი დავდგებით ნომრები და ვიზნები. არა რაღაცა კომუნიკაცია აუცილებელია აი განში შეხედე როგორ რაღაცას ვაკეთებ ეხლა სარეკი რომ წავა გოგიტას უნდა გავაყოლო 6 კაცი კიდე ზევიდან რომ უკანა მხარე ჩამიკეტო რომ ძაღლება თუ დაატრიალეს რომ უკან კლდეებში არ გადაგვივიდეს. ცოტა მოსიარულე ვინ შეძლებს რომ აი ამ კლდეებზე რო ავიდეს. 6 კაცი არის და ახალ გადმოგბრძანდით ერთი წამი 6 კაცი გადავიდა რომ უკანა მხარე ჩაიკეტოს. გოგიტა დაგაყენეთ ნომრებში. 1 2 3 იდე მოვიდა 4 ჩვენი წავალ 5 6 всё საკმარისია კარგი აღარ გინდა მე. არა ერთი კამანდაა და ერთი მანქანაში 7 ხო კაი ეს всё გოგიტას მიყვებით თქვენ რა რომ უკან დაგაყენეს რა. ნომრები სანამ არ დაგირეკავთ ერავა იქამდე ძალიან გთხოვთ სარეკს სანამ არ დაგირეკავთ სარეკი იქამდე გოგლის შეთამეხდება ურთიერთობა და უშუალოდ შენ რო იტყვი ბრძანებას მაშინ დაიწყება სარეკი რა. რაცია არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრდა რა. ტელეფონი გოიჭერს. ტელეფონი ყველგან იჭერს აქ და არავითარ შემთხვევაში. რო გეწოდინება რა დროში უნდა დაიწყო და ეგ არის. So დანარჩენი ეხლა შეხედე. ესენი უკვე განაწილებულები არის. დაიჭერ წავალ პირველი მე, გავჩერდები ხელს ავწევ უკანა მანქანა, რომელიც იქნება იქიდან ჩამოვა თითო მონადირე. და დადგება ტყის პირზე. ეხლა აი გზაზე ესე გაუყვები და აი ამ გზიდან მანქანასაც იგივე დატოვებს? ჰა? გზაზევე დატოვებს? ბოლო კაცი რომელიც მანქანას ზედ გზაზევე დატოვებს აი მანქანას. ეს იქნება ერთი წამით რა კიდე ერთხელ გაიგო ტყის პირზე არ შევიწიოთ ტყეში ტყის პირზე დავუდგეთ. ტყის პირზე დავუდგეთ. ტყეში აღარ შეხედეთ. ტყის პირთან მიდით და ეგრე გადაჭით რა. ეს კარაბინები მოყვებით ეგრე როგორ? კარაბინები მოდიხართ, ბოლომდე მოდიხართ, განახებთ მე როგორ უნდა გადახვიდეთ კარაბინები და გადახვდეთ უკვე. აქეთა მხარეს მარცხენა მხარეს აქვს კლდოვანი ფერდი რა, სადაც არის სამალავი რა. წინადეთ ორი მგელი მან ჩამიძლა, ვერ ვესწრებე რა და კარაბინიანებს გაიპარა და იმდენი ხართ ეხლა ეს 7 კარაბინი. კარგად ცლიანი პერიმეტრი ჩამიკეტეთ, რომ ხედველობას გქონდეს, მაქსიმალურად შეგიძლიათ რა. და კიდე ერთი სათხოვარი რაც აქვს. ყველამ წაიგეთ თოკები, მონადირების შემთხვევაში მელი არ დავარდება, გელი დავარდება თუ ტურა
სხვადასხვა ტურა ყავს საქაურობას 1500 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან და აქ ტურა არის და მინახავს კიდეც რა. აუცილებლად გამოაცრიეთ რა. ტყეში არ დატოვოთ. ყველამ გავიგეთ? კარგი. აბა ყველა წარმატებას გისურვებთ. ასევე წარმატებას გისურვებთ, კარგი ნადირობა. ერთი წამი სპეციალურად ხალხი მოსულია. მოკლედ მეგობრებო, დღეს სარექში მივდივარ. ჩემი ძაღლი ყოს წამოყვანილი ხალისაა. და ამიტომ გადავწყვიტე სარექში წასვლა, ყოველ შემთხვევაში პირველ სარექს. გავიტან მე ბოლომდე და მე ვნახოთ აბა რა დაიგეგმება, როგორ დაიგეგმება. ეხაც ადგილობრივებს რო ვესაუბრეთ, გელი არის n რაოდენობით ტყეში, როგორც ვიცით რა. ლიცენზია გვაქვს გელზე, ტურაზე, მელაზე. ოფიციალურად მეგონი პირველად ხდება რომ მელაზე ლიცენზირებული ნადირობაა და ძალიან სასიხარულოა აქამდეც უნდა ყოფილიყო აუცილებლად ეს ჩემი აზრით. დაველოთ ეხლა ვნახოთ ტურა მეგონა რომ არ იქნებოდა წალკაში ვართ ეხლა და მაინც ესეთი საკმაოდ მაღალი ადგილია, მაგრამ როგორც ადგილობრივები იძახიან, ტურა საკმაოდ ბევრია. იმედია რომ რაღაცა შეღავაც გავუკეთებთ ჩვენ ბუნებაც და ამოვიღებთ რა ბუნებიდან მტაცებელს, თორე მოსახლეობა ძალიან შეწუხებული არის. ძალიან შეწუხებული აქვს გზაზე გამოდიოდნენ და ყველა რავი გლოცავდა გზაზე რომ აბა წარმატებები და იმედია რომ რაღაცა იქნება. იმდენად შეწუხებულია მოსახლეობა ეხლა რომ ამოდიოდი აქაც საკმაოდ ბევრი ცხვარი და საქონელი ჩამხდა. დაკლული შეჭმული და იმედია რომ დღეს ცოტათი მაინც გამოვასწორებთ ამ სიტუაციას. დანარჩენი ვიდეოში გამოჩნდება. დავიწყეთ სარეკი. ეხლა არის ზუსტად 12:05 წუთი. ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ ეგ არაფერი. წავიდა! დაიწყო და აგე მელა გაიპარა მელა. სარექს უნდა შეიჩახოს.
აი რატოა წითელი ფერის სამოს გაიხა. რა მანძილს იქ შანსი არა ვერ დავინახავდი რომ კაცი იყო. ვერც იქ. ესეთ შეფერილობაში რო გეცოს და ბუნებასთან შეხამებული. აი მაშინ ეგრევე ამჩნდა. ნახო წავიდა ნახო! Ay! ნახო! მაგარი და წავიდა. ესეც გესვენდა მათ. ვა, ჩვენ უკან მოხდნენ და ეგაცუდ. იქნება დაატრიალან. ნაპირში იპარებიან და იქით ბიჭები. ყურადღებით იყავი. Oh. Oh! წავიდა. მელა. Oh! ბიჭებო, იქნებ დამეწიოთ რა. და ცოტა გავიშალოთ, ძალიან ერთად მოვდივართ უყველა. ცოტა გავიშალოთ, ძალიან ერთიანად მოვდივართ. ჰა? ვერა წავიდა. წავიდა.
რავი, დაიჭერენ ალბათ. ძალიან უკან ხართ ბიჭებო, ამოიციეთ რა. არ ვიცი მე არ მისმის სროლები თუ ნაკლების სროლაა, მაგრამ რაღაც ჯერჯერობით არანაირი აქტიური სროლები. პრინციპში ხა მე ძალიან აკეთავა. მეორე მხარეს სროლა შეიძლება ვერც გავიგო საერთოდ. ხალხის ერთადი რაოდენობა კიდე იქითაა. ნახა! ზაღლიკებს და ჩვენი მხრიდანაც უნდა მიხმარება. დორო სარექს ხა ვერ უყოფნით 5 კაცი ვარ, 6 კაცი შემოსული ამ ხელა ტყეში და ესე გაგვეპარება როგორც არაფერი, ამიტომ უნდა წავიდეს წინ ნომრებში. წავიდა! ხალისა დასდევს ზემოთ. ესეთ ნომრებში უნდა გააგდოს. ახლოში ვიარე უკვე დღის ბოლოში. შეიძლება შემოტრიალდეს ეგ. მაგარდენოც. იქ ცა შეიჯახა ის. იქით რა ხმები. ხალისასთან მოკლეს გაჩერდა ერთ ადგილას. თან გაჩერდა ტყის პირში, სასწავლები დგას. საინტერესოა ნომრებში რა მოხდა რა. აი ეს მაინტერესებს ხომ. გელი გავიდა, ტურა გავიდა, მელა. აი აქ როგორი ხშირიანი ტყე.
აგიტომაც დაიწყეს ძაღლებმა აქეთ მუშაობა, რომ ამაში უფრო აქ დასამალები და მაშინ დასაწყისშიც ესეთ დღე იყო. ეგრევე იპოვეს მელად. მე ფაქტიურად შუა წელი ისე გამოიარეს, რომ არ იყო არაფერი. ყოველ შემთხვევაში შემხარეს რომელი ძაღლებიც გვინდა. აი, ჩემ მარცხნივ არ ვიცი რა ხდება. ნახე რა საყვარელი არის ბიჭო. უღებ. წავიდა. აუ, სადაიყვირა. ნახე რა საყვარელია ბიჭო. GoPro-თი უღებ, ჰე. აგე წავიდა. წავიდა, აგე მიკონტროლს, აგე. აგე. ოუ, აი აქ მედგა გებოზიშვილი. ოუ, რა ლამაზია. კაკრას გადავიღე და გაითიშა GoPro-ში. ვა. ამას რა დაეღრიალა, აი აქ მოდიოდა ეს. გავედით ბოლოში. ამა გამარკვიოთ. რა მოხდა? ვერ კი თავიდან ბოლომდე ვერ გავიგებთ, რამოდენიმე კაცი დგას აქ, მაგრამ მაინც. აქეთაც იყოს როლები ბოლოს. ჩემი ძაღლი იქით მისდევდა რაღაცას და მე სროლა იყო და იმ ადგილზევე დარჩა და სავარაუდოდ მოკლეს რაღაც. მოკლეს გელი? აჩერა ეს. საღულს მაუს. არაზიან მა? არ ვიცი. რაღაც უბედური ხმა კი ქონდა. შველი აქვს წინა და ესე აი 15 მეტრში ზარა. შველი მოგივიდა? გადაღებული გაქვს? საო. ბიჭო იქიდან რომ წამოვედი საერთოდ გამოვხდები და იქ ქვებში გამეჩიტა რა. აია ძაღლებს თუ არ შევხვდა. ჩემზე ვიდან შენ იყავი ხო მე? აქ ვინ ისროდა ბოლოს? სარეკში? ორი ისროლა ვიღაცა მაგ ხო? ძაღლები მოსდევდნენ და აგერ ის მეგონა რა ქვია, ბადრი და აგერ ისროლა ვიღაცა მოური რა შიგნით. ო, საინტერესოა. აი ბაბუ. აგე მოყავთ ნანადირევი. რა ხდება ბიჭებო? საო, კაია. კარგია. გადაიღე ის. ვინა? უკარო მოდის, ისიც საინტერესოა. ტურა, აი. რო ვიძახდი, რომ თქვენს ადგილობრივებმა ტურა მეთქი, ეგრე მოხდა. ნადირობა არის. აი იყო. რა მოხდა? აბა ვინ ესროლა? შენია. ხო ეს. ხო. კარგია. კარგად იმუშავა. რა ამას გელს ეგ მოყვებოდა, ტურას მოყვებოდა. მინახიო, არა, კარგად იმუშავა, ვაფშე ყველაფერს დიო და ისა. ბოლოს ტურას დაუწო ჯიჯგნამ, გერს მაინც არ გაუბედა. შენი. ოჩახ ბიჭებო, კაი ნადირობა შედგა საბოლოო ჯამში. ვისთან გამოვიდა? შეთან? ვა, მოდი აბა ორი სიტყვით მითხარით, რა მოხდა, როგორ მოხდა? ავხდა ნომერს შვირდექი და შორიდან დავინახე სარეკის ხმაზე ადგა. ახლოს ხოთა შორის ნომერთან. ადგა სარეკის ხმაზე და ჩემსკენ წამოვიდა პირდაპირ. ნუ დაახლოებით 1 წუთამდე მაინც დამიზნებული არ აღი თოროდებოდი რომ ხმაური აღარ გავამეწია შენებ დამიზნებაზე და როგორც გამოვიდა სუფთაზე უკვე კარგ ხედვაში და სროლა პირველ სროლაზე ავიყვანეთ. გილოცავს მაო. აი ხარ. აი საქმე არის და ეს ერთი და სხვა მრავალი კიდე. მაო. შენ მოკალიბნო? გილოცავ აბა. და მეორე მორიყვა რა. სადადგანა მიგინმა 100 მეტრში ალბათ მაღლავი. ეგრევე დაგვეწამოვიდა. როგორც არ კი მოვიდიო მას. ო, შორიდან 1 წუთი მოგლეთ ბიჭებო, ყურადღებით. მეორე თითქმის ძალიან ბევრ ნომერში გავიდა ეხლა კაცებელი, ზოგმა აცილა, ზოგმა ვერ დაინახა, მაგრამ
მადლობა უფალს, შვიდობიანი იყო რასთავარია და შედეგიც დაიდო, ერთი მგელი გამოიხშირა, ტურები გამოვიდნენ, მელია და ასე შემდეგ. მოკლედ. ეხლა ვაკეთებთ გუმბათის თავს. ნარდევანზე უნდა ვიწვალოთ და აი ბარემ გუმბათის თავი გავაკეთოთ. აქაცა საუკუნე არ გავაკეთოთ. ნარდევანისთვის ბევრი ვართ. მოდი გუმბათის თავი გავაკეთოთ ამ ეტაპზე. აქვე არის, ვეღარ მოვა. დიდი დრო დაჭირდება ყველას რა. უბრალოდ ხოვნა მექნება, რა ცოტა შუსტრად ვიმოქმედოთ რა, რომ მერე პურის ჭამას მესამე გაყოფილება აუცილებელია. და მეორე რომელი იყო ბატონო რატი? მეორე იგი იქნება. ახლა იქნება. ოკეი. აი თვალია, აღარ მოადალებია. ბატონო რა, რო არავინ არ იქნება. დასტოინად მიდიხარ. დასტოინად მეორე მოკლედ მეგობრებო, პირველი სარეკი საკმაოდ წარმატებით დასრულდა. ეხლა უკვე ვიწყებთ მეორე სარეკს. პირველ სარეკში ავიღეთ 2 მელა, 1 ტურა, 1 მგელი. იმ მელას რო ვესროლე, აღმოჩნდა რომ მომიკლია, რაც არ მეგონა. ერთ-ერთ ნომერში გავიდა და დამიზნებული თოფი ჩამოწიეო, დავარდა ეგრევე ძირსო და ძალიან კარგი არის, ხომ გამიხარდა, იმიტომ რომ ვაგონძილზე წესთ არ უნდა ამეცლებინა, ესე ვფიქრობდი. ტყეს შეხვდა შვლები, ძალიან მაგარია, კურდღელი შეხვდა, ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა გამრავლდეს ესაა რომ მიდის სისტემატიური ნადირობა მტაცებელზე, ესაა ამის შედეგი ზუსტად, რომ კეთილშობილი ცხოველი, კეთილშობილი ნადირი უკვე გამოჩნდა ტყეებში, გადაღებულიცაა შველი და მიხარია, რომ უკვე შეგვილია ესე მაგ ტყეში ბევრჯერ მინადირია მე პირადად და შველი აქამდე არ შემხედრია და ძალიან მიხარია, რომ გამოჩნდა, გამრავლდა კურდღელი რო არის და იმედია რომ ამის მერე უფრო და უფრო გამრავლდება, უფრო და მეტი კეთილშობილი ნადირი იქნება და ჩვენი სანადირო ობიექტებიც სიაც უფრო გაიზრდება რა. აბა ნახოთ ეხლა მეორე სარეკში რა მოხდება. არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. წავიდა მეორე სარეკი. დავიწყეთ მეორე სარეკი და წარმატებები ჩვენ. აბა ნახოთ რა იქნება. მოდი აქეთ, მოდი ნახო, წავიდა. რაღაც დევნის დაწყება აგვიანებს. შეკი ესროლები. მე მგონი რომ ნომრები ისვრიან. რამოდენიმე მაინც ნომრიდან გავარდნილია. ეს სარეკი. ნახო! მეორე სარექშიც დაემატა 1 ტურა და 1 მელა. ჩვენი შედეგია. ჯამში 3 მელა, 2 ტურა, 1 მგელი. იდეალური ნადირობა გამოვიდა. მეორე სარექში ძაღლებს არ უდევნიათ დევნა არ ყოფილა. ესე გამოვიდა პირდაპირ. საკმაოდ გვიანი ცხოველთა ძაღლების. როცა გავუშვით პირდაპირ დაპარულები გავიდნენ. არ იყო დიდი სარეკი, პატარა სარეკი იყო, მაგრამ თავარია შედეგი აქაც დაიდო.
დავასრულეთ ბიჭებო ნადირობა. საკმაოდ შედეგიანი ნადირობა გამოვიდა, 1 მგელი, 2 ტურა, 3 მელა. ძალიან კარგი არის, უნებაც ამოვასუნთქეთ ცოტათი. ჩვენც ვისიამოვნეთ ნადირობით, დევნით, ძაღლების მუშაობით, სროლით და ასე შემდეგ. ეხლა უკვე მეორე განყოფილების დროა, გადავინაცვლებთ სუფრასთან და დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებ. აბა დროებით.